პატრიოტის ტიპის ანტისარაკეტო რაკეტები არ არის და მათ მოკავშირეებისგან ძლივსირებენ, მაგრამ ვლადიმირ ზელენსკი ამ ფონზე ამტკიცებს, რომ უკრაინასა და დასავლეთს უკვე აქვთ მკაფიო გეგმა ვლადიმირ პუტინის მშვიდობისკენ იძულებისთვის. ამავე დროს აშშ-ს სენატში დონალდ ტრამპს მოსთხოვეს ახსნა, რატომ არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეჩერებული უკვე 17 თვეა. გუშინ ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა ფრაზა, რომელიც მაშინვე გავრცელდა ყველა საინფორმაციო საშუალებაში და ახლა მას ციტირებას გავუკეთებ. ვლადიმირ პუტინს არ სურს ამ ომის შეჩერება, მაგრამ ის მას შეაჩერებს. ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს გვაქვს გეგმა. შრერს საინტერესოდ, მაგრამ დეტალები მან არ გაამხილა, თუმცა გარკვეული ინფორმაცია მაინც არსებობს. სამაგიეროდ სწორედ გუშინ მან გაცილებით უფრო რეალისტური და შემაშფოთებელი რამ გაამხილა. უკრაინას დარჩა პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაოდენობის მხოლოდ ნაწილი. ამიტომაც ის თხოვს ტრამპს, რომ ცოტაოდენ ეს რაკეტები მაინც გატიდოს, მაგრამ ის ჯიუტობს და გაკიდო არ უნდა. სამაგიეროდ პოლონეთმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინისთვის პატრიოტის რაკეტების გადაცემა, მაგრამ რა თქმა უნდა გარკვეული პირობებით. და აი დღეს კიდევ რაღაც გაირკვა. ორი ამერიკელი სენატორი საკუთარი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხოს ახსნა, რატომ არის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკვე 17 თვეა გაყინული. დიახ, თუ არ იცოდო, მთელი დონალდ ტრამპის პრაქტიკულად მეორე ვადის განმავლობაში აშშ-ს სანქციები შეჩერებულია. მოკლედ, მოდით გავარკვევთ, რა გეგმა აქვს ზელენსკის და მის პარტნიორებს, არსებობს თუ არა ეს გეგმა და რას გულისხმობს იგი. მივიღებ თუ არა პატრიოტის რაკეტებს რუსეთის ბალისტიკისგან დასაცავად და რა ხდება ამერიკული სანქციების მხრივ რუსეთის წინააღმდეგ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად გავარჩიოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გაუნწერისკენ. ამიტომ მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. ახლა შეამოწმენთ, გთხოვთ, გამოწერილი ხართ თუ არა ამ YouTube არხზე ამ ვიდეოს ქვემოთ. შესაძლოა თქვენ დიდი ხანია უყურებთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაგიჭერიათ გამოწერის ვილაკი. მაშასე, მოდით პირდაპირ დავითვლოთ იმ გეგმით, რომელიც ვლადიმირ პუტინის მშვიდობისკენ იძულებას ეხება, რაზეც წინა დღეს ვლადიმირ ზელენსკიმ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ კიევს და მის საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ ერთობლივი გეგმა, რომლითაც მოსკოვს აიჯულებენ დაასრულოს ომი. სტრატეგია ეფუძნება ერთობლივ ზეწოლას რუსეთის დიქტატორზე. დეტალები მან არ გაამჟღავნა, მაგრამ არის შეგრძნება, რომ უკრაინა გააგრძელებს მასიურ დარტყმებს. დარტყმებს რუსეთზე კიდევ უფრო გააძლიერებს. იმ დროს, როცა დასავლეთმა არამხოლოდ უნდა დაუჭიროს მხარი ამ დარტყმებს, არამედ დაეხმაროს მათ განხორციელებაში და დამატებით გარკვეული პარალელური პროცესებიც დაიწყოს. მოგვიანებით გეგმასთან დაკავშირებით გარკვეული კონკრეტული დეტალებიც გაჟღერდა. ზელენსკიმ განაცხადა, ციტატა: ჩვენ უნდა დააბრუნოთ ომი რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ რუსეთის საზოგადოება იგრძნობს ამ ომის შედეგებს და ზეწოლას მოახდენს საკუთარ ხელისუფლებაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე დაადასტურა და ხაზგასმით აღნიშნა ფრონტის ხაზის შენარჩუნებისა და რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების გაგრძელების აუცილებლობა, სანამ პარტნიორები უკრაინის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებენ. ამავე დროს, მან კიდევ ერთხელ გაახსენა რუსეთის ახალი მობილიზაციის ტალღის შესახებ გაფრთხილებები. მისი თქმით, კრემლი ამ მობილიზაციას შემოდგომისთვის ამზადებს, პირდაპირ სახელმწიფო დუმის ამ ფსევდოარჩევნების შემდეგ. და მან ციფრიც მოიყვანა მტკიცებულებად, რომ უკრაინის სტრატეგია უკვე მუშაობს. ბოლო ნახევარწლის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა ალექსანდროვსკის მიმართულებით 26 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. დღეს სხვათა შორის Deep State-მაც განაახლა რუკები და მართლაც ჩანს, რომ ბოლო დროს უკრაინა ფრონტის ხაზზე წინ წავიდა და პუტინის ყველა ეს განცხადება იმის შესახებ, რომ რუსები ყველა მიმართულებით უტევენ და ყოველდღე ახალ ქალაქებს იპრობენ, ეს ყველაფერი სრული სისულელეა. აი ესე. დარტყმებზე აღარაფერს ვამბობ, თვითონ რუსეთზე რო თქვა, ეს საერთოდ ცალკე ისტორია. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ზელენსკიმ ახსენა, არის 10 აგვისტოს შიდა რუსული სოციოლოგიური გამოგითხრობის მონაცემები. რომლებიც აჩვენებს, რომ რუსეთში სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდის საომარი მოქმედებების შეწყვეტის მხარდასაჭერად. ხოლო 4 აგვისტოს, მისი თქმით, კიევი ყოველდღიურ კომუნიკაციას აწარმოებდა დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან. სწორედ რუსეთის მიმართ ზეწოლის მექანიზმებზე. ამ ფონზე კრემლმა განაცხადა, რომ კვლავ ელოდება სტუმრად სტივენ ვიტკოსსა და ჯარედ კუშნერს. რადგან ვლადიმერ პუტინი თითქოს კვლავ ზად არის ისაუბროს და აწარმოოს გარკვეული მოლაპარაკებები.
და აი დღეს გამოჩნდა ძალიან საინტერესო განცხადება, როგორც მე ვფიქრობ. კერძოდ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ აშშ-მ რუსეთს დიპლომატიური არხებით არ გადასცა ინფორმაცია. Предложение Зеленского по вопросу мирного урегулирования და რომ რუსეთი შეძლებს ოპერატიულად ორგანიზებას გაუწიოს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვიტკოვისა და ჯარედ კუშნერის მიღებას, როდესაც ცნობილი გახდება მათი გეგმები, შემდეგ მოხავს მისი ციტატა. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ყურადღების ცენტრში რჩება. პერიოდულად ჩდება საჯარო განცხადებები ამ თემაზე. ჩვენ რა თქმა უნდა შევძლეთ ოპერატიულად ორგანიზებას მათი მიღებისა, როდესაც უფრო გასაგები გახდება, როგორია მათი რეალური გეგმები. აქ პრინციპში ყველაფერი გასაგებია, გასაგვირია აღარაფერია. ეს უბრალოდ გაველურებული არსებაა სერეჟკა რიაბკოვი, რომელიც ამბობს, ჩვენთვის დიპლომატიური არხებით არ გადმოუციათ სამშვიდობო დარეგულირების წინადადებები. რა სულელები ხართ? ჩემი აზრით ეს წინადადებები დიდი ხანია უკვე გაკეთდა და გადმოცემული იყო. ზელენსკი საჯაროდ ლაპარაკობდა ამაზე. ზელენსკი მაგალითად ამ მასშტაბური ოპერაციის დაწყებამდე მასობრივ დარტყმებზე რუსეთზე ვლადიმირ პუტინს ზელენსკიმ ღია წერილი მისწერა. ღია წერილი. ილი. ნებისმიერ რუსს შეეძლო მისი წაკითხვა. ხოლო რიაბკოვი ამბობს, ჩვენ არაფერი გადმოგცეს. საერთოდ ვერ ვხვდებით რაზეა საუბარი. ანუ ისინი მიჩოვლები არიან, თავი იდიოტებად მოაჩვენონ. თუმცა არა მხოლოდ მოაჩვენონ. ისინი მართლაც იდიოტები არიან. მაგრამ დაუბრუნდეთ არსს. ფაქტობრივად არსი იმაშია, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ დარტყმები რუსეთის წინააღმდეგ, რათა რუსებმა საკუთარ თავზე იგრძნონ ომი. რათა თავად რუსებმა დაიწყონ ზეწოლა თავიანთ ფუმფულად დიქტატორ პუტინზე. არ შევაფასებ ასეთ მიდგომას, რამდენად რეალისტურია ის იმ მხრივ, რომ რუსები უცებ რაღაცას მიხვდებიან. მაგრამ არსი სწორედ ამაშია. არამედ ასევე ტაქტიკაზეც, რომლის მიხედვითაც საჭიროა მაქსიმალურად ჩამოეშალოს რუსეთის შესაძლებლობა, გამოიმუშაოს ფული ნავთობის ექსპორტით და საერთოდ ნებისმიერი ექსპორტით, რადგან დარტყმები ნოვოროსიისკის პორტებზე მაგალითად აჩვენა, რომ ჩვენ ურთქავთ მარცვლეულის ტერმინალებსაც იმისთვის, რომ რუსეთმა ფული ვერ გამოიმუშაოს ექსპორტით, თუნდაც მარცვლეულის. მაგრამ მანამდე ზელენსკიმ რაღაც ისეთი თქვა, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება ამ გეგმასთან დაკავშირებულ ოპტიმიზმს. მისი თქმით, ამჟამად უკრაინას მხოლოდ დაახლოებით 1/5 აქვს საჭირო რაოდენობის პატრიოტის ჩამჭერი რაკეტებისა. 2026 წელს უკრაინა მთლიანობაში მიიღებს ორჯერ ან ორნახევარჯერ ნაკლებ რაკეტას ვიდრე 2025 წელს. ამასთან რუსეთი ყოველთვიურად უკვე ორჯერ მეტ ბალისტიკურ რაკეტას უშვებს ვიდრე 1 წლის წინ. გაეროს მონაცემებითაც კი, ივლისი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ყველაზე მომაკვდინებელი თვე გახდა 2022 წლის აპრილის შემდეგ. ამ ფონზე ზელენსკიმ აღიარა, რომ ყოველდღიურად ცდილობს მოკავშირეებთან პატრიოტის რაკეტების დამატებით მიწოდებაზე შეთანხმებას და ასე როგორც თავად თქვა, მილიონობით სატელეფონო ზარს ახორციელებს. და ამ მოლაპარაკებების ნაწილი საერთოდ არ შეიძლება საჯაროდ გამჟღავნდეს. შემდეგ მისი ციტატა: აი ასე ვცხოვრობ ყოველდღე. 1%-დან 5%-მდე. მაქვს რამდენიმე თვე და მილიონობით სატელეფონო ზარი. ვცდილობ რაღაც პატრიოტის რაკეტებზე გავცვალო. ვაკეთებ რაღაცებს, რაზეც ვერაფერს ხვები. ეს არ ნიშნავს, რომ ეს უკანონოა, მაგრამ ამაზე ვერ ვსაუბრობ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ ამერიკული პატრიოტის რაკეტების მარაგის 5% საკმარისი იქნებოდა ზამთრის გადასატანად და ამერიკული მარაგიდან 10% საშუალებას მისცემდა ყველა რუსული ბალისტიკური რაკეტის განადგურებას. და როგორც აღნიშნა ზელენსკიმ, თუ აშშ-ში მოკვიდის, არ გადმოგცემს, არ გვაჩუქებს, მოკვიდის პატრიოტის რაკეტების თავისი მარაგის 5%-ს. ჩვენ გადავიდანთ ზამთარს და გადავარჩენთ ადამიანების სიცოცხლეს. ტრამპის დაპირებაზე, რომ უკრაინაში პატრიოტის წარმოების ლიცენზიას მისცემს, ზელენსკიმაც ილუზიების გარეშე ისაუბრა. ჯერ კიდევ ანკარაში ნატოს სამიტზე ტრამპი ამბობდა, რომ უკრაინას მისცემდა ნებართვას თავად აწარმოოს ეს რთული ჩამჭერები, მაგრამ რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ ამ იდეაში დარწმუნებული არ არის. და აი ზელენსკის თქმით, საქმე იქამდე მივიდა, რომ ტრამპის პირველივე განცხადებების შემდეგ პატრიოტის წარმოებლების წარმოადგენლები კიევში ჩამოვიდნენ ამ შესაძლებლობის განსახილველად. მაშინაც კი განისაზღვრა ადგილები, ლოკაციები, სადაც და როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ შედეგი არ არის, რადგან ტრამპმა გადაიფიქრა. ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს თეთრ სახლში შეხვედრისას ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა პატრიოტისთვის პირდაპირ მაინც 100 რაკეტა მიეცა. ტრამპა უარი თქვა, ახსნა იმით, რომ საბრძოლო მასალა ამერიკის დასაცავად არის საჭირო.
баз на Ближнем Востоке. ბოლოს კი მან პირდაპირ ჟურნალისტებთან განაცხადა, ციტატა, ეს რაკეტები ჩვენ თვითონ გვჭირდება. დაიცალკე დეტალი შეხვედრაზე თეთრ სახლში. ზელენსკი ტრამპს სთხოვდა 100 რაკეტა უკრაინისთვის. და იქ კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ხსნის, რატომაც პატრიოტიზმი წარმოებლები პირდაპირ ტრამპმა უარი თქვა, ახსნა იმით, რომ საბრძოლო მასალა ამერიკის დაცვისთვის არის საჭირო. Raytheon და Lockheed Martin წინააღმდეგი არიან ლიცენზიის გადაცემის, რადგან ივლისის ბოლოს განაცხადეს, რომ ეშინია, რომ უკრაინელები იპოვიან გზას ამ რაკეტების გასაუმჯობესებლად და დაიწყებენ მათ ინდუსტრიულ მასშტაბებზე წარმოებას. ტრამპმა რაკეტები და მაშინ პატრიოტი პირდაპირ. ტრამპმა უარი თქვა, საბრძოლო მასალები აქ დაცულია და მთავარი, უფრო იაფია ვიდრე არსებული ამერიკული ხაზები. და მაშინ მათაც მოუწევთ საკუთარი წარმოების გაიაფება. ინტერვიუ CNN-თან ივლისში ზელენსკიმ პირდაპირ ტრამპს სთხოვა რაკეტები. ტრამპ რომ ვლადიმერ პუტინმა შეიძლება სცადოს ომის ესკალაცია ნატოს წინააღმდეგ, თუ თავს დაესხრის პატარა ბალტიისპირეთის მოკავშირე ქვეყანას. შემდეგ მის ციტატა. ვლადიმერ პუტინმა არ იცის როგორ დაასრულოს ეს ომი დიდი ოკუპაციის ან დიდი გამარჯვების გარეშე. თავის ივლისის ვიზიტზე თეთრ სახლში ზელენსკიმ ტრამპს პირდაპირ სთხოვა პატრიოტის რაკეტები. ტრამპმა უარი თქვა, ახსნა, რომ ის გაიმარჯვებს, ხოლო საბრძოლო მასალა ამერიკის დასაცავად არის საჭირო. ეხლა კი კონკრეტული ქვეყანა, რომელიც სწორედ ეხლა წვეთს, დაეხმაროს თუ არა უკრაინას პატრიოტის რაკეტებით, თუ არ დაეხმაროს. აქვე გეტყვით, რომ საქმეში საკუთარი ეგოისტური ინტერესები ერთვება. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პოლონეთის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი ანტისარაკეტო რაკეტების გადაცემის შესახებ. ამასთან ვარშავა გაითვალისწინებს საკუთარ უსაფრთხოების საჭიროებებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ყველაზე მაღალ დონეზე მიიღებენ. ანუ მიუხედავად უკრაინასა და პოლონეთს შორის ყველა ამ პოლიტიკური სკანდალისა, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ პოლონეთი დაგვეხმაროს პატრიოტის რაკეტებით. მაგრამ აქ მაინც არსებობს სუფთა, მხოლოდ პირადი ინტერესების საკითხი. არა, პოლონეთის ხელისუფლებას უცებ არ შეყვარებია უკრაინა და არ გადაუწყვეტია მას დახმარებოდა. აი რა მოახდინა რეალურად გავლენა პოლონეთის პოზიციაზე. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც რუსული რაკეტა პოლონეთის სააერო სივრცეში შეიჭრა. გახსოვთ, როცა ის 70 კილომეტრი იფრინა და სადღაც მინდოში ჩამოვარდა. პოლონეთის ვიცე-პრემიერმა კოსინიაკ გამიშმა განაცხადა, ციტატა. მიუხედავად ყველა პოლიტიკურ დავისა იმის შესახებ, სწორად მოვიქეცით თუ არა, როცა რაკეტები გადავეცით, ის ამბობს, რომ მზად არის დღესვე კიდევ მეტი გადასცეს. რადგან მირჩევნია ასეთი რაკეტა უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოაგდო. ანუ შიში იმისა, რომ შემდეგი რუსული რაკეტა სადმე მინდოში კი არა, პოლონურ ქალაქში ჩავარდება, გამოჩნდა უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი ბიუროკრატიული ეჭვი ან პოლიტიკური სკანდალი. დავიხოთ გულწრფელები. სწორედ ამ პოზიციების გამო იღებს პოლონეთი ასეთ გადაწყვეტილებას. მოდით გადავცეთ უკვე გადამჭრელი რაკეტები უკრაინას, რომ მან ჩამოაგდოს რაკეტები თავის ტერიტორიაზე, რათა ისინი პოლონეთისკენ აღარ გაფრინდნენ. მაგრამ თუ უკრაინას სურს ვლადიმირ პუტინის მოსაჭერად კოორდინირებული გეგმა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს სანქციების ზეწოლაც. ამასთან დაკავშირებით პრობლემებია. ორი დემოკრატის სენატორი, ესენი არიან ელიზაბეთ უორენი და კრის კუნცი, გააგზავნეს ღია წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკ რუბიოსა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს მოთხოვნით ახსნან. რატო? დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უბრალოდ შეაჩერა რეგულარული მიზნობრივი სანქციები კომპანიების, ბანკებისა და სხვა სტრუქტურების მიმართ, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან არსებული შეზღუდვების გვერდისავლით. იმ პირობებში, როცა მშვიდობიანმა მოლაპარაკებებმა არანაირი შედეგი არ გამოიღო, სენატორების მონაცემებით ეს პაუზა უკვე 17 თვეა გრძელდება. ბოლო დიდი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ აშშ-მ 2025 წლის ოქტომბერში შემოიღო. მაშინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დარტყმა მიაყენა ნავთობის კომპანიებს როსნეფტსა და ლუკუნს.
სენატორები ამ ზომას ერთჯერად ზომად მიიჩნევენ და არა სისტემურ ზომად და მიუთითებენ, რომ რუსეთი მარტივად უვლის მოქმედ შეზღუდვებს. სენატორებმა ასევე გაახსენეს თეთრსახს ერთი ასეთი არასასიამოვნო ფაქტი. ვაშინგტონი აგრძელებდა სანქციების დაწესებას ირანისა და კუბის წინააღმდეგ, მაშინაც კი როცა ამ მთავრობებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამიტომ საბაბი თითქოს სანქციებს არ ვაწესებთ, რომ ესკალაცია არ მოხდეს, რადგან მოსკოვთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, სისულელია. გარდა ამისა, სენატორებმა მისივე აღიარებაზეც მიუთითეს. მარკო რუბიომ ჯერ კიდევ ამ წლის მაისში, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოუტანია და აქტიური სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, ამიტომ მთავარი კითხვა, რომელსაც ისინი სვამენ, სიტყვასიტყვით ასე ჟღერს. თუ ადმინისტრაციამ რეგულარული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკების გამო, ხოლო ეს მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ ჩიხში შევიდა, რატომ არ განაახლა ადმინისტრაციამ რეგულარული და ხშირი სანქციები? ადმინისტრაცია აღადგენს ზემოქმედების ბერკეტებს უკრაინაში სამართლიანი მშვიდობისთვის. შემდეგ სენატორებმა მისცეს მარკო რუბიოს და სკოტ ბესენს ვადა 28 აგვისტომდე წერილობითი პასუხისთვის. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ როიტერსთან კომენტარში მხოლოდ ზოგადი ფრაზით შემოიფარგლა, რომ ადმინისტრაცია გააგრძელებს მოქმედებას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად. და ამ ფონზე იაპონია გახსენებთ, ამავე თვეში აშშ-ის კონგრესის სენატმა მიიღო ახალი კანონი რუსეთის წინააღმდეგ ჯოჯოხეთური სანქციების შესახებ. მაგრამ მისი ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან დემოკრატებს და რესპუბლიკელების ნაწილს აწუხებთ, რომ კანონი შეიძლება ტრამპს ახალ უფლებამოსილებას მისცემს და აწესოს ტარიფები აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების საქონელზე, მათ შორის იაპონიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე, ასევე კანონი ჯერ კიდევ უნდა გაიაროს წარმომადგენელთა პალატა. და შემდეგ უკვე ტრამპის ხელმოწერაც. ეხლა მოდით ეს ყველაფერი ერთ სურათად შევკრათ. ზელენსკი საუბრობს ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის ერთობლივ გეგმაზე და ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანაზე, რათა რუსულმა საზოგადოებამ საკუთარ თავზე იგრძნოს მისი შედეგები. მაგრამ ამავე დროს თავადვე აღიარებს, რომ უკრაინას ფიზიკურად მხოლოდ ერთი საჭირო გადამჭერი აქვს – პატრიოტი. ხა ის ხარჯავს დღეებს, გაუმჭვირვალე გაცვლებსა და მილიონობით ზარს, მხოლოდ იმისთვის, რომ ამ რაკეტებიდან ცოტა მეტი მიიღოს. პოლონეთი თითქოს მზადაა დახმარებისთვის, მაგრამ მხოლოდ ეხლა, როცა საკუთარი რაკეტული საფრთხე შეეშინდა. ხოლო თავად აშშ-ში, საიდანაც უნდა მოდიოდეს მთავარი ზეწოლა მოსკოვზე, ორი სენატორი საჯაროდ ამხელს საკუთარი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, იმაში, რომ სანქციების ბერკეტი უბრალოდ გამორთულია უკვე წელიწად ნახევარია. იმ პირობებში, როცა დიპლომატია დიდი ხანია ჩიხშია, ხოლო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, გამოდის, რომ ეს გეგმა პუტინის დახრჩოვის შესახებ, მოდით ვიყოთ გულწრფელები, ამ ეტაპზე უფრო განზრახვებისა და განცხადებების დონეზე არსებობს, ვიდრე რეალური სინქრონიზებული ქმედებების. სამხედრო მხარდაჭერა საკმარისი არ არის ზამთარში გადარჩენისთვისაც კი. ხოლო ეკონომიკური ზეწოლა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია თავად ხსნიდა მოლაპარაკებების აუცილებლობით, კვლავ უმოქმედოა მაშინაც კი, როცა ეს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამიტომ ერთადერთი სანქცია, ერთადერთი იარაღი, რომელიც ამ ეტაპზე პუტინს ომის შეჩერებას აიძულებს, ეს ნამდვილად მხოლოდ მასირებული დარტყმების გაგრძელებაა გაველურებულ დაუბანელ რუსებზე. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწევეთ ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ დამოუკიდებელი YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ YouTube-ზე სპონსორობის მეშვეობით. ამ ვიდეოს ქვეშ დააწექით სპონსორობის გილაქს, აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი მხარდაჭერის ფორმატი. მადმობელი ვიქნები ნებისმიერი მხარდაჭერისთვის ამ არხის მუშაობაში. ამით დავასრულებ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.